მოგესალმებით და ამ არხის ინტრო ჯერ კიდე არ გვაქვს. ერთად მომოვიფიქროთ, ამიტომ კომენტარებში დაწერეთ რამე იდეა თუ გაგვთ? იდეა თუ გაგვთ, როგორ დავიწყოთ ხოლმე ვიდეოები. იქით ხო ვიწყებდი ხოლმე. მოგესალმებით ოქტოპუს ერბოის არხი ოქტოპუს ემელგავარ. ხოლო აქეთ ეს არხი ლუკა კალატოზია და მე ლუკა ვარ? არა. არ გიგონათ ხო, რომ ესე მალე დაიდებოდა შემდეგი ვიდეო? არც მე არ მეგონა, მაგრამ ძალიან საინტერესო თემაზე მინდა გესაუბროთ დღეს და გაჩვენოთ რაღაცები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, ხო ალაიქებთ ეგრევე ვიდეოს და მე ვუყურებ. ხალხაშორის ეგ ჩემი მოგონილია. მე მგონი, ანუ თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე მგონი ჩემი მოგონილია, რომ ჯერ დალაიქება და მე ვუყურება. იმიტომ რომ სადღაც შემხვდა კომენტარებში, რომ რა თქმა უნდა, ახალ ტრეკზე შემხვდა, რომ ჯერ რა თქმა უნდა ვალაიქებთ და მე ვუყურებდოთ რაღაც და მეთქი მეცნობა ეს ფრაზა საიდანღა. თუ არ ვწდები, ჩემი მოგონილია და მაგაზე უკეთესი ვერაფერი მოიგონე, ბიჭო. გავწდი თემას. ჯერ დალაიქეთ და მე დავიწყოთ ყურება. YouTube-ის ტრენდების თაბს მინდა რომ შევეხო დღეს, იმიტომ რომ ძალიან აჯაფსანდალი რაღაც ხდება ჩემი აზრით. ალბათ ბევრმა იცით, რომ ტრენდების თაბი აქვს გვერდზე YouTube-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ იდეაში რა ვიდეოებიც არის საქართველოში ყველაზე პოპულარული, ისინი უნდა იყოს ამ ტრენდების page-ზე წარმოდგენილი, რომ აი რას უყურებს ხალხი ყველაზე მეტად YouTube-ზე. აი ამით უნდა შეგექმნას რაღაც წარმოდგენა, რომ აი ტრენდებში რა ვიდეოებია, აბა ხალხი რას უყურებს. მე რო შევდივარ ხოლმე მაგ page-ზე, კარგი შთაბეჭდილება არ მრჩება ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ყოფილვართ არაერთხელ მაგ ტრენდების თაბში, მაინც საშინელება ხდება და აი დღეს განახებთ რატო ხდება საშინელება. შეგვიძლია დავიწყოთ ნელ-ნელა რა. ტრენდების page-ი არის აგერ და არის ახლა რაც არის ტრენდინგში ყველაზე პოპულარული ეგ მუსიკა, გეიმინგი და ფილმები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა ახლა რაც არის, იმიტომ რომ ყველაზე ტრენდული რაღაცები აქ არის ხოლმე და პირველ ადგილზე შეიძლება ვთქვა, თამამად დამსახურებულად არის თვალიშვილის ჩხუბი. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, რომ ეს უნდა იყოს ყველაზე ტრენდული ამბავი საქართველოში დღეს. მაგრამ შემდეგ თუ ჩამოვყვებით შორტი პოდკასტი, თურქული სერიალი შორტი, ანუ ტრენდებში თუ არის ხოლმე, ვთქვათ 40 ვიდეო, აქედან 32 შეიძლება იყოს შორტი. მე არ მგონია ეგ სწორი. ანუ შორტები არ უნდა იყოს ტრენდებში საერთოდ. იმიტომ რომ რეალურად კონტენტი არ არის და შორტებზე ხალხი არ ლაპარაკობს. შეიძლება YouTube ვიდეო დაიდოს და 100,000-ობით ნახვა კონდეს და ამას რაღაცა იმპაქტი კონდეს საზოგადოებაში და ხალხი ლაპარაკობდეს მაგ ყველაფერზე, როგორც აი თვალიშვილი ნურმაგომედოვის ბრძოლა. აი ვიცი ხო რომ ნურმაგომედოვია. მაგრამ გავიგე რომ ბევრი ხალხი უყურებს, ბავშვები სკროლავენ ხოლმე შორტებს და რაღაც დებილობებს უყურებენ. ჩემთვის დებილობები. მაგრამ ანუ ეს შორტები არის უბრალოდ დროის გასაყვანი რაღაც სისულელე, როგორც TikTok-ები. და არ მგონია რომ იმსახურებდეს ამდენი შორტი, აი ვთქვათ, არის რამდენიმე, ამდენი შორტი, რომ იყოს ტრენდინგის თაფში. ვიცი რომ ძალიან უცნაური რაღაცები მაწუხებს. მით უმეტეს შორტების ნახვების დაგროვება არის ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე YouTube ვიდეოზე რო გქონდეს ხო ნახვები. იმიტომ რომ შორტებს თავისი ფიდი აქვს გვერდზე, სადაც ვიღაცა სკროლობს და რენდომად ხდება. და აქედან დაგროვებული ნახვებით მე ხდება ტრენდინგში და მე ჩემთვის არ არის სწორი. და დღეს განახებთ თუ რა შორტები არის პოპულარული საქართველოში და ჩემი აზრით გავოცდებით. აი მაგალითად, a child's big mistake turned into an unforgettable gift. ეგრევე ხდები რომ რაღაცა დადგმული დებილობაა, ხო? რა მოხდა? ამას აქვს 621,000 ლაიქი, რატომღაც. ეს კიდე შედარებით უკეთესი იყო იმ შორტებზე, რაც ხდება ხოლმე. ხვდებით ხო რასთან გვაქვს საქმე. ანუ TikTok-ები ხო ძალიან ცუდია და მეც დამოკიდებული ვარ TikTok-ზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სკროლავ ხოლმე, მაგრამ აი ეს არის რაღაც სხვა დონის დებილობა. მგონი არა, მექანიკურ პორტოღალში რო დასვან თვალებს პორტოვებენ და ძალით აყურებინებენ, ეგრე უნდა დამსვა და მაყურებინო ესენი, იმიტომ რომ ტვინს გაგიდებილებს რა. ეხლა რო უყურებ, მგონია რომ რაღაცა 1-2 IQ პოინტი დამაკლდა და ჩამოვედი 53-ზე. აი ეს ვიდეოებს კიდევ უფრო გავიგებ რა, იმიტომ რომ გასართობი ჩელენჯია და ნახოთ აბა ვინ აიღებს ბურსს. 4.2 მილიონი ლაიქი მაინც ძალიან ბევრია, მაგრამ ეს უფრო გავიგებ რატო აქვს ნახვები. მაგრამ You say take me home, I said no, Perignon. You said no, I said no.
გაუბედურება და შინელება. ასევე გვაქვს რადიო თავისუფლების პოდკასტი, რომელსაც არ მაქვს პრეტენზია, რომ იყოს ტრენდებში, შეიძლება რატომაც არა. მაგრამ ეს სერიალი არ ვიცი. Canım benim. Uzak Sehiri. Sen ne kadar güçlü olsan da elinden hiçbir şey 2 საათ 18 წუთია და 2 საათი და 18 წუთი სერიალი რა ამბავია. სერიალები იმიტომ აკაი, რომ 9 საათი, 1 საათიანი სერიებია ხოლმე და როცა ფილმის ყურება არ გინდა, სერიალს ჩაუჯდები და იმის მაგივრად რომ 2 საათ 9 დახარჯო ფილმზე, 40 წუთში უყურებ სერიალს და გაგისწორდება, რა მაგარია, მაგრამ 2 საათი და 18 წუთიანი როა. ამის ხელა ფილმებიც აღარ გამოდის. 2 საათი 18 წუთი სერიალისთვის არის ძალიან ბევრი. Good game. Wow, Mr. Beast Gel Blaster. Katana? დარგიზარება. მაგარ ფულებს წერენ თან. შორტები ძალიან ვარდება ხოლმე, ძალიან ბევრი ნახვა აქვს და მაგარ ფულს წერენ იმენა. აი საინტერესო რაღაცებიც ყოფილა შორტებზე, მარტო ის კი არა. როგორ ეთყობა საქართველოს, აი წრინლების ქვეყანა რო ვართ და კამპოტების. ესეთი შორტი. მაგრამ მაგ ლოგიკით თურქული სერიალები და რაღაცა Minecraft-ის სცენია. I'm looking into nowhere, hoping for a sign. Maybe I'm changing my directions. Question why lately I've been left or right sometimes. ისაკეთებ. ან მეგონა რომ სარეცხი ფხვნილის რეკლამა იქნებოდა თუ რაღაცა. საროს ვიდეო იყო აგერ კიდე ტრენდებში, Toyota Prius-ის რაღაც განხილვახის test drive. რომელიც ასევე რა თქმა უნდა იმსახურებს რომ იყოს ტრენდებში. მაგრამ ეს ძაღლი, რომელიც არის AI generated და 198,000 ლაიქი. ჩემი აზრით დებილობაა. ეს ძალიან ცუდი სკეჩები კიდე მეორებს უსვლის ხომ. ვაიმე ბოდიში ესეთი რაღაც რა კაი სკეჩი ყოფილა. რო სიკეთე გადამდები. აქ არის ადგილი, აი, აქ. აი აქ არის ადგილი. ხო შეგეძლო გეთქვა რომ ეს ჩანთა აიღეთ უკაცრავად და თუ შეიძლება დავუჯდები. ან ქალბატონი დავსვათ. არა, გვერდი დროს ხედან ორი ქალბატონი, აი ეს წიხლებით უნდა გაწივეს. და ეს ცისურველებითა შორტების აქვს, იმიტომ რომ ალბათ ამ შორტებს უწოდებენ ბავშვები. და YouTube Kids-ი გადმოუწერეთ ბავშვებს თუ შეიძლება და უყურონ იქ რაღაცებს. ჯერთი ჩემ თავს რას ვერჩი ხოლმე რომ ეს რაღაცებს უყურებ. გასაგებია რომ კარგია ეს, იმიტომ რომ სოციალური ექსპერიმენტია და ვნახოთ უფრო მეტმა ხალხმა რა სისულელეები იდება ამ შორტებზე და საერთოდ კაცობრიობა რეებს უყურებთ. მაგრამ ან ჩემ თავს რას ვერჩი, ან თქვენ რას გერჩით? გამორთე რა და იყავი შენთვის. გაანებეთ, არა, სინდისი მაწუხებს რომ ეს რაღაცები არსებობს და მე არ ვამბობ. დაბინძურებულია ქართული ტრენდები რაღაცა სისულელე შორტებით. მაგიტო არ ხვდება ბევრი ქართული YouTube არხი ტრენდების ტაპში. იმიტომ რომ რთულია, როდესაც 100,000 ნახვა გაქვს კვირაში ვთქვათ, შეეჯიბრო 42 მილიონიან ვიღაცა იაპონელს. იაპონელი შორტს, რომელსაც watch time და minutes watched აქ ძალიან ბევრი. და რა თქმა უნდა მაგას ატრენდებს და მინდა გითხრათ, რომ მუსიკაშიც არ არის უკეთესი იგი. მუსიკის ტრენდებიც ძალიან სევდიანია, მინდა გითხრათ. მუსიკის ტრენდები ხო აქ ცალკეა და მინდა გითხრათ, რომ აქაც საკმაოდ სევდიანი რაღაცები ხდება. იმ დღეს ვათვალიერებდი და შემხვდა აი ეს ვიდეო. დავფიქრდი და მეთქი, ვა, რა ნაცნობი ხმა არის. საიდანაც მეცნობა. ძალიან ცნობილი მომღერალი ხო არ მღერის ვინმე. ჩვენ ჯგუფში გამოვაგზავნეს სიმღერა, რომელიც იყო სიმღერა ჩვენი პოეზიის საღამოდან გასიმღერებული ჩვენი ლექსები.
იღინებს და მეც კი ხდება ხესვაში რომ არეცება დაღამ გადასხარბი ისე ვიმერ თვაშლზე ინერწვება აბადაბლა გაგორდეს და ათივაშლი აიკვება კარმა ისე ისვერ დამალავს ანუ AI-ის დაუპერა პანდა პუნტი ხდება დავში იმის მე AI-ით არის გაკეთებული. როქს აღარ ვიცი კიდევ ანუ მოიერთი ჭიქა დალიე ჯიგრულად მცირე სუფრა არა ვართ მდიდრულ AI-ის გაკეთებული. ანუ გავიგე რომ აი AI ვითარდება და შეიძლება რომ ეს სიმღერები გამოვაგდოთ, მაგრამ მე მგონია ძალიან ბევრ ხალხს ჯერა კომენტარებში რომ ეს არის ვიღაცის დაწერილი სიმღერა. აი მაგალითად 400,000-მდე ნახვა აქვს ამას. რომელიც არის AI-ის დაგენერირებული, არ ვიცი ტექსტი არის თუ არა AI-ის, მაგრამ არანაჩელია შეცვლილი ლაპნელი ტექსტი ბორის ემის ყოფილა. ვინ მღერის? მე მგონი კომენტარებში AI-ია ჩემ. ლანერი კომენტარები. საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო შესრულებით. ძალიან სასიამოვნო მოსმენია. გაიხარეთ, წარმატებები. დიდი მადლობა. შესრულება ნამდვილად კარგია. მომიწია ბეწვის ხიდზე გავა მე ტაქსის ვიყენებ ხოლმე ხშირად. დავდივარ ტაქსით, იმიტომ რომ მართლაც არ მაქვს. ტაქსში ვიჯექი და მუსიკა იყო ჩართული და მეთქი, იქაც მქონდა რომ მეთქი რანაცნობი ხმა არის. ანუ დაუფიქრდი AI იყო ის, იმიტომ რომ ძალიან გავდა აი ამას. კარგი უთხარი ჩვენი სარბი ვაშლ სულახარ ანუ ისე შეაპარებენ ამ AI-ს რომ ვერ მიხვდება ბევრი ხალხი. მე მივხვდი, შეიძლება ვიღაცები ხვდებიან, მაგრამ ბევრი ვერ მიხვდება რომ AI-ია. და ატყუებენ ხალხო. ატყუებენ და არ მოტყუდეთ თქვენ. უსმინეთ ნამდვილ არტისტს. აი ხო გვეყოფა. იმედია ეს YouTube trending page-ი გამოსწორდება რა. თორე ესე გაგრძელება არ შეიძლება. ქართველი კრეატორები ჩაგრებიან და იკარგებიან ამ ყველაფერში, მე ამაზე მწყდება გული. მე იტყვით რომ აი ახალი YouTuber-ები რატო არ არიან. იმიტომ რომ შორტებმა და უბედურობებმა შეჭამეს. თორე გიორგი კალატოზმა კი არ შეჭამა. მიხედავთ იმისა, რომ ეგეც ჭამს ბევრს. აი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ავიდეთ 200,000 გამომწერზე მალე და ნორმალ შეხვედრა რამდენი დაგეშვიდობით. ძალიან ანთებული ვიყავი რაღაც მომენტში და უცებ ჩაცხრა და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ყველაფერი ბედნიერება რაღაცა. სიყვარული, სიხარული. აუ თქვენიცით.